მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. სულღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით მე ვარ კატო. მეტი ესამენი არ შეგაწუხებთ. ჩემ დედიკოს საყვარელი ყვავილი იყო ერთ-ერთი. გაზაფხულზე ესამენი და ზამთარში ხრიზანთემა და ვცდილობ ხოლმე, რომ ყოველთვის მქონდეს იმ პერიოდში, როდესაც ყვავიან. და იმედი არ შეგაწუხებთ. დღევანდელი გაშლა. მოდით ესე გავაკეთოთ, რას გეტყოდათ ადამიანი, რომელიც დღესდღეობით არ არის თქვენთან. თქვენ გქონდათ კავშირი, ხო, ვიღაცისთვის ყველას ჯანმრთელად უმყოფი მშობლები, მაგრამ არის ესეთი მომენტი, როდესაც მშობელი არ ყავს და ვთქვათ, შეიძლება ითქვას, შეიძლება იყოს მშობელი, ან ბებია, ბაბუა, ყოველ შემთხვევაში ყველას ყავს ისეთი ადამიანი, ვინც დღესდღეობით არ არის ჩვენთან, სამწუხაროდ არის სამუდამო საცხოვრებელში და ვნახოთ, რას გეტყოდათ ეს ადამიანი ეხლა თქვენ. რადგან ესე გამოვიდა, რომ ესეთი გაშლა უცბად, მოდით ვარიანტებად გავაკეთოთ ორი ვარიანტი. ეს არის პირველი ვარიანტი, მგონი ჩანს. მეორე ვარიანტი და აი ესეთ ბეჭდებს გამოვიყენებ, ესეთი ოთხკუთხედი ბეჭდი და ესეთი მრგვალი დედამიწისნაირი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, აირჩიეთ ვარიანტები და ვნახოთ, რას გეტყოდათ ის ადამიანი დღეს არ არის თქვენთან, მაგრამ ძალიან რომ გიყვარდათ, ხო? გიყვართ დღესაც, ხო? ხა არ არსებობს გიყვარდათ, არ ხდება ხოლმე. მეტად ესეთი ახლო ადამიანების. ნახოთ, აბა, გადავდებ მე მეორე ვარიანტს და დავიწყოთ პირველი ვარიანტი, ვინც ერთჯერ მგონი ეგეთ ჩანს, ესე. პირველი ბეჭდი, რას გეტყოდათ ახლა ეს ადამიანი თქვენ? გეტყოდათ იმას, რომ ეცადეთ საკუთარი თავი დაიცვათ. ეცადეთ, რომ თქვენ სივრცეში რაღაცნაირად არ შეუშვათ შიშები, ხო? არ შეუშვათ ის მდგომარეობა, რაც შეგიქმნით საფრთხეს. ნახეთ საფრთხეს იმასთან მიმართებაში, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ვუშვებთ შიშებს, შესაბამისად გვიწევს უარის თქმა ისეთ ნაბიჯებზე, რომელსაც თქვათ რისკი სჭირდება, ხო, რომელსაც რაღაცა ქმედება სჭირდება, თქვათ. აქედან გამომდინარე გეუბნებათ თქვენთვის საყვარელი ადამიანი, რომ ეცადეთ, რომ დაიცვათ საკუთარი სივრცე, საკუთარი მიზნები და საკუთარი სურვილები, ხო? არ მისცეთ არავის იმისი უფლება, რომ რამენაირად შეგიშალოთ ხელი და თქვენს მიზნებისგან გადაგახვევინეთ, ხო? თქვენ გეუბნებათ, რომ ის ადამიანი იქიდან, სადაც იმყოფება, იქიდან ცდილობს, რომ დაგეხმაროთ. ის ადამიანი ყოველთვის თქვენს გვერდით არის. შეიძლება თქვენ ესე ვერ ამჩნევთ, მაგრამ კარგად დააკვირდით ყველა იმ ნიშანს, რომელიც გეძლევათ, ხო, რაღაც ნებისმიერ საქმესთან მიმართებაში, თუ კარგად დააკვირდებით, ყოველთვის გაძლევთ იმის საშუალებას და იმის მდგომარეობას, რომ დაგეხმაროთ. გეტყვით იმას, რომ საკუთარი თავის რწმენით, საკუთარი შესაძლებლობებით და საკუთარი პრიორიტეტების დალაგებით თქვენ აუცილებლად მიაღწევთ სიმშვიდეს და სიწყნარეს, ხო? თქვენ აუცილებლად იქნებით, თუ ეხლა ხართ კრიზისულ პერიოდში, თქვათ, ფინანსური კუთხით, გეუბნებათ, რომ დაიცავით თქვენი ფინანსური რესურსებით, თუნდაც იმ გაცემისგან, რომელსაც რომელიც არ გაძლევთ თქვენ რაღაც სიკეთეს, ხო? არიან ესეთი ადამიანები, რომელსაც ვეხმარებით და საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ, რომ სულწყვილად დაეხმაროთ, იმიტომ რომ ადამიანი პირიქით უფრო მეტის ითხოვს ის კი არა, რომ უბრალოდ ჩვენი კეთილი ნებაა და იმიტომ ვაკეთებთ, არა, ის უკვე მოთხოვნაში გადადის. ამიტომ გეტყოდათ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელიც არ არის ხა თქვენთან, რომ საკუთარი თავი დაიცავით, საკუთარი
პრინციპები დაიცავით, ის თქვენს გვერდით არის და გეხმარებათ. ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის, იმიტომ რომ თქვენ იმდენი გაქვთ გამოვლილი და ყოველთვის თქვენი პრინციპებით, თქვენი პრიორიტეტებით გადიოდით ფონს და ეხლაც შეძლებთ ამ ყველაფერს. ეხლაც შეძლებთ რომ თქვენ სტაბილურობა, სიმშვიდე, სიმყარე, წინსვლა მიიღოთ. ასე რომ გეტყოდეთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თავზე იყავით ორიენტირებული, ხო? კიდე რაც გეტყოდათ, ნახოთ. აი, ნახეთ, გეტყოდათ იმას, რომ არ გამოაყენებთ, არ ვიცი ხა ქალბატონები მიყურებთ, მამაკაცები ყურებენ ზოგადად ჩემს გაშლებს ხოლმე. ნახეთ, ქალბატონებისთვის უფრო ის მომენტი არის, რომ არ გამოაყენებინეთ თავი არავის. განსაკუთრებით მამრობით ადამიანებს, ხო? ეს არა აქვს მნიშვნელობა, ეს პარტნიორზე არ არის. აქ შეიძლება იყოს თუნდაც ძმა, თუნდაც შვილი, ხო? არ გამოაყენებინოთ თავი და არ მისცეთ საშუალება, რომ თქვენს სივრცეში ძალიან ღრმად შემოვიდეს. მეორეს მხრივ გეტყოდათ კიდე იმას, რომ თქვენი პრინციპების მხრივ იმდენად უკვე შეიძლება ითქვას, ნახეთ რა მომენტი, რომ ადამიანი გადაიღალა, ხო? მთელი ცხოვრება, როდესაც იბრძვის რაღაცისთვის, მერე იღლება. ნახეთ, აქ ის მომენტია, რომ თუკი თქვენ გადაიღალეთ იმ ენერგიებით, რასაც ქვია რაღაცა ისეთი მეძლიერი უნდა ვიყო, ცოტა ხანი შეგიძლიათ შეისვენოთ. ცოტა ხანი შეგიძლიათ საკუთარ თავს მისცეთ იმის საშუალება, რომ გადახვიდეთ უფრო რბილ ენერგიებში, ხო? აი ხშირად არის ხოლმე, რომ ქალბატონებზე ბევრჯერ გამიგე ხოლმე, აი ვაჟკაცი ქალია, ხო? აი რაღაც ვაჟკაცი გოგოა. რას ნიშნავს ეს, ხო? უბრალოდ ადამიანი ხედავთ, რომ თქვენ ქალურობა, ასე თუ ისე, ცოტა გვერდზე გაქვთ გადატანილი. აქ გეუბნებათ, ნუ იპარავთ იმ ენერგიებს, რომელიც თქვენ ქალურ ენერგიებს გართმევთ. ამიტომ ცოტა ხანი შეგიძლიათ დაანებოთ ეს ვაჟკაცობას, ცოტა მოდუნდეთ, მოეშვათ, იმიტომ რომ თქვენ გააქვთ ამისი რესურსი, რომ ყველაფერი მიაღწიოთ და ისინიც გეხმარებიან. ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, რომ საკუთარ თავს ცოტა უფრო მეტი დრო დაუთმოთ, მეტი გაანალიზება მისცეთ და მეტი თუნდაც დაგეგმარება თქვენი მომავლის, ხო? კიდე რას გეტყოდოთ? ხო, აი ნახეთ, ყოველთვის გააკეთეთ არჩევანი თქვენსა და თქვათ რაღაცა სიტუაციებს შორის. ანუ კიდევ ისეთი მომენტი აქვს, თუ თქვენ ხართ პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაშიც, აქაც კარგად დააკვირდით და სწორი არჩევანი გააკეთეთ. ხანდახან არის, რომ ადამიანი შეიძლება ძალიანაც გვიყვარდეს, ძალიან კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ რეალურად რაღაცა იყოს ჩვენთვის ენერგოვამპირი, ხო? რაღაცა მასთან ურთიერთობით ვიღლებით, ხო, საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ რაღაცა არ არის ისე. ეცადეთ ყველა კუთხით თქვენი გააკეთოთ არჩევანი, პრიორიტეტულად დაალაგოთ რა როგორ, რანაირად და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აერჩიოთ საკუთარი თავი და არა დანარჩენი სხვა, ხო, მეგობარი იქნება, პარტნიორი იქნება, თუ შვილი იქნება. პირველ რიგში საკუთარი თავი. აერჩიოთ იმისთვის, რომ თქვენ ყველანაირი მდგომარეობიდან მშვიდად და წყნარად გადაჭრათ ყველა საკითხი, ხო? და თვითონ ეს ადამიანს ძალიან გეხმარება, ძალიან გიდგათ გვერდში და ყოველთვის ესე ვიტყოდი, აი გარიდებს თავიდან იმ ენერგეტიკულ ქურდობებს, რომელსაც თქვათ თქვენს მიმართ ვიღაცა გამოიშვის, ხო? მაინდა-მაინც არ არის ეს ენერგეტიკული ქურდობა, ვიღაცამ რაღაცა გაგიკეთეთ, ჯადო, ხო? არა. უბრალოდ საკუთარ თავსაც არის ხოლმე, რომ ჩვენი ფიქრებით ვაზიანებთ და ვაზარალებთ, ხო? აი ეს მომენტი არის პირველ ვარიანტთან, გააკეთეთ პრიორიტეტები და გააკეთეთ სწორი არჩევანი, დაისვენეთ და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ესე რომ ვთქვათ. კარგით, ხო ნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეტყვის. ეს იყო პირველი ვარიანტი. და მეორე ვარიანტი. მეორე
რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ და ახლა ის პერიოდი გაქვთ, როდესაც ყველაფერი თქვენს ხელთ არის, როდესაც ყველაფერი სწორი რაკურსით ლაგდება, ახლა არის ის პერიოდი, როდესაც ფაქტიურად ადამიანი იქიდან შეიძლება იმდენად დაგეხმარათ და იმდენი აკეთა თქვენთვის ილოცა, ხო? ვთქვათ და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული ახლა, ხო? მოდით რას გეტყოდათ? თქვენ ცხოვრებაში შემოვა რაღაცნაირად სიმშვიდე, სიწყნარე, თქვენ ცხოვრებაში შემოდის რაღაც ემოციები. შეიძლება ეს არ იყოს რაღაცა ისეთი უეცარი, მაგრამ ნახეთ თქვენ ეხლა გეწყებათ ის პერიოდი, როდესაც ადამიანი ყველანაირად დაგეხმაროთ და ყველანაირად გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენ ნელ-ნელა დაიწყოთ შევსება, ახალი ენერგიები შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ახალი მდგომარეობები, მეორე ტულზი, ანუ თასების ტულზი, კვერთხების ტულზი, ანუ ადამიანი გეუბნებათ, რომ თქვენ ცხოვრებაში ნელ-ნელა იწყება უკვე ის მდგომარეობა და ის დრო, როდესაც პირადი ურთიერთობა, რაღაცა წინსვლის მდგომარეობა, ხო, ყველანაირად თქვენ სასიკეთოდ ტრიალდება. ეს ადამიანი ძალიან ცდილობს, რომ ნახეთ, შესაძლებელია ის მომენტიც იყოს, აქ მეორე ვარიანტი არის რატო წამოვიდა ეს თითქოს რაღაცა სამართლიანობის მომენტი აღდგა. თუ თქვენ რაიმე რიტუალი გაქვთ გაკეთებული, ხო, ან რაღაცა მსგავსი მომენტით, წმენდა გაქვთ ჩატარებული, ან რაღაცას ცდილობს თქვენ თავზე იმუშაოთ, გეტყვით, რომ ძალიან სამართლიანი და ძალიან კარგად აქ თითქოს კარმული მომენტებიც დაიხურა და ნახეთ როგორი მომენტი არის, აი ხო, არის სიტუაცია, როდესაც ერთიანად ირევა ყველა ასპექტი და გვაქვს ხომ რომ რა გვჭირს, რა დაგვემართა, რა მოხდა და რატო ავირიეთ, ხო? აი ეს რაღაცა მომენტში შეიძლება იყოს ის ჩვენი ან ჩვენი წინაპრების მდგომარეობა, რომელიც არასწორი ნაბიჯებით იყო, ან ვიღაცამ რაღაცა საუკუნეების წინ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გვაზიანებს, ხო? და გვაზარალებს. შესაბამისად, აი აქ თითქოს რაღაც ისეთი შეგრძნება მომდის, არ ვიცი რატო, რომ მოვიდა და დაგეხმარათ თქვენი წინაპრები და თქვენთვის ის საყვარელი ადამიანი, რომელიც არ არის ახლა თქვენთან ერთად, იმაში, რომ ყველაფერი მოგეტრიალებინათ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს. აქ სამართლიანობის მდგომარეობა აღდგა, აქ აშკარად წარსულის პრობლემები დასრულდა, წარსულთან მიმართებაში არსებული სიტუაციები წავიდა, ის ზიანი, რომელიც გქონდათ, ნახეთ, ის ხელშეკრულებები, რომელიც არსებობდა კარმულად, გამოისყიდეთ. აი ეს მომენტი არის. თქვენ გეტყოდოთ იმას, რომ ყველაფერი დასრულებულია, ყველაფერი გამოსყიდული არის, ყველაფერზე გადაიხადეთ, ყველაფერი უკან მორჩა და გეხმარებათ იმისთვის და დაგეხმარათ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, ხო, სწორი გზაზე გაგიყვანოთ, სწორი მიმართულება მოგცეთ და ნახეთ, ყველაფერი სამართლიანად დაალაგდება, სიკეთე სიკეთის წინ, ბოროტება ბოროტების წინ, არავინ არ იფიქროს იმას, რომ ბოროტებას გააკეთებ და სიკეთი დაუბრუნდება, ან სიკეთეს გააკეთებ და ბოროტები დაუბრუნდება, არ არის ესე, ყველაფერი ძალიან ისეთი ჰარმონიულად მიმდინარეობს სამყაროში და ეს ადამიანი გეტყვით იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში ზუსტადაც რომ ეხა იწყება პერიოდი, სადაც აი თქვენს მიერ ჩადებული იმ სიკეთეების სიკეთეებით გადაიხადეთ ყველა გაკვეთილის საფასური, შეიძლება ითქვას და თუ იყავით გაურკვეველ მდგომარეობაში, რომ რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა გააკეთოთ, გეხმარებათ ძალიან სამართლიანად ყველაფერი დაბრუნდება იქ, საიდანაც იყო, იქ, სადაც ხდებოდა, აქ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ აქ ადამიანებს კონდათ რაღაცა, არ ვიცი, რატომღაც ეს მოდის ეს ენერგია, რომ აქ იყო აშკარად
ჩარევა რიტუალებით, აქ თითქოს რაღაცა ჩარევა, თუნდაც ესე კონკრეტული რიტუალით თუ არა, რაღაცა არის, რითაც მოხდა თქვენი საბოლოო ჯამში გასუფთავება და თქვენი ცხოვრება წავა უფრო სიკეთისკენ, უფრო მეტი სიახლეებისკენ, უფრო მეტი ბედნიერებისკენ. ერთადერთი რაც არის, უბრალოდ არ იჩქაროთ და კიდევ არ გაჰყვეთ აქ როგორი მომენტიც მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გასულია და წინ მიდის, შესაძლებელია აქ გქონდეთ რაღაც მომენტში იმის განცდა, რომ ჯერ კიდევ არ არის რაღაცები დამთავრებული, გქონდეთ იმის განცდა, რომ აი საკუთარ თავთან რომ არ საკუთარი თავიდან და გონებიდან რომ არ უშვებ, შეიძლება იცით რა მომენტი, რომ აი კი, მაგრამ რატო, ხო, აი რაღაცა სვავთ, რაღაცა კითხავს, რომ აი რატო იყო ესე, რა ხდება, ხო, მაგრამ თქვენ თავს თქვენ თვითონ ნუ დააზარალებთ და ნუ შეაჩერებთ იმ პროცესს, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და რომელიც ძალიან კარგად მოდის, ხო, აქ რაღაცნაირად ენერგეტიკულად იმდენად გეხმარებათ ეს ადამიანი, რომ ენერგეტიკულად ნუღა დააზიანებთ საკუთარ თავს და ნუ მისცემთ რაღაცა ესეთ გაურკვეველ მდგომარეობას თქვენს ცხოვრებას. მოკლედ ესეთ გამოვიდა მეორე ვარიანტით, მე წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, სიყვარულს და ყველაფერი საუკეთესო, რაც კი შეიძლება იყოს თქვენთვის. დროებით.